ას ვიტყვი. ვეტყვი რომ მალე ომი დაიწყო. რომ მალე ძმა აღარ გეყოლებოდა. მაგრამ თავარია რომ ის თეატრი ისევ არსებობს. თანაც გმირი თეატრის სახელით. აი იმ დღეს, როდესაც სოხუმი დაეცა და დამშელი რაზმები ქალაქში ანადგურებდნენ ყველაფერს, რასაც ქართული ერქვა. ადამიანებს პირდაპირ ქუჩაში ხვდებდნენ. თბილისიდან დარეკეს სოხუმის თეატრში იმ იმედით, რომ იქნებ ვინმე გადარჩენილი იქაურობას აბარებდა თავს. გაბმული ზარის შემდეგ ტელეფონს ვიღაცამ პასუხა და მომაკვდინებელ სიჩუმემდე გაისმა სიტყვები. სოხუმის ქართული